გამარჯობა მეგობრებო, იმედია კარგად ხართ და დღეს კვლავ მორიგი ეპიზოდი, ესე იგი რო იტყვიან ფეხბურთის სფეროში დედაშვილს არ იყვანს ზოგ-ზოგ ჩემპიონატში, რა თქმა უნდა ტოპ 5-ს გულისხმობ და სანამ ამ საკითხზე გადავალ, ორი სიტყვით ჩემპიონთა ლიგის პერიპეტიებზე დამსახურებულად, აბსოლუტურად დამსახურებულად არსენალმა მიაბრძანა სახში რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მეფე. ეს უნდა აღინიშნოს სრულიად დამსახურებულად ორივე თამაში დაჯაბნა ყველა კომპონენტში მეგობრებო და რო იტყვიან დამსახურებულად არის ნახევარფინალში, აი დიდი სანერვიულო გვექნება პარისთან მიმართებით, იმიტომ რომ ამ არსენალის გაგდება, არ ვიცი, ძალიან რთული იქნება და იმედია რომ ხვიჩიტო და კომპანია შეძლებენ ამ ამბავს, რომ გავიდნენ ფინალში. რაც შეეხება ინტერი ბარსა, აქაც ძალიან რთულად არის საქმე, ინტერმა იცის რა უნდა ქნას, იმის მიუხედავად რომ გუშინ თასზე ვინც უყურეთ 3-0 წააგო მილანთან, ესეთ მოსისხლე მტერთან, აი არ ვიცი მეგობრებო, ვინც უყურეთ ამ თამაშს, კატასტროფა იყო. ნებისმიერ კომპონენტში მილანმა დაჯაბნა ინტერი, საერთოდ ორგანიზებულები, საერთოდ აი არ ვიცი რა რის გაკეთება უნდოდათ, არაფერი არ გამოსდიოდათ უпростоეთ, მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე იყო მილანი, ვინც უყურეთ გუშინ და ასე რომ არ ვიცი, ნახევარფინალი იყო და ცოტა მეტი ძალისხმევა უნდა ჩაედო, ასე ვფიქრობ, მაგრამ ფაქტია რომ გადართულია ლიგაზე. მეგობრებო, მოკლედ რა იქნება ბარსასა და ინტერ შორის, არ ვიცი, ნამდვილად გონია რომ ბარსაშია ეხა თამაში და აქედან გამომდინარე მგონია რომ ალბათ ორივე გუნდმა უნდა გაიტანოს გოლი, ასე მგონია და რაც თავარია არსენალი PSG, აქაც უნდა გავიდეს ორივე გუნდისგან გოლი, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ასე რომ ეს ლიგის პერიპეტია, რა თქმა უნდა 29-ში იქნება 11 საათზე. ახლა კი პირველი დედაშვილს რომ არ იყვანს, იტალიის ჩემპიონატს შევეხოთ. ინტერია პირველზე, მეორეზე ნაპოლი, იგივე ქულებით 71 ქულა, ატალანტა მესამე 64, ბოლონია 60, იუვენტუსი 59, ლაციო 59 და აი შეიძლება ჩავთოთ ალბათ რომაც 57. აი მის ქვევით უკვე რა ვიცი, ფიორენტინაც 56. მოკლედ აქ რა იქნება, კაცმა არ იცის, იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ ინტერი არ დათმობს ამ ჩემპიონობას და ინტერის ამ ნაპოლს არ გახდის ჩემპიონს. ასე რომ ნახოთ აქ ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება და ვნახოთ სულ რამდენიმე ტური დარჩა და იმედია რომ 5 ტური, ესე პირდაპირ ვთქვათ, 5 ტური და იმედია რომ ყველაფერი ინტერის სასარგებლოდ ჩაივლის. შემდეგი მეგობრებო, გადავიდეთ ინგლისზე, აქაც ძალიან დაძაბულობაა. ესე იგი ლივერპული რა თქმა უნდა პირველ ადგილზეა, არსენალი მეორე 67, სიტი 61 მესამეზე, ნოტინგემი 60 მეოთხეზე და მეხუთეზე აქედან 5 გუნდი გადის, ნიუკასლი 59 ქულით. შემდეგი არის 57 ჩელსი, ასტონ ვილა მე-7-ია და 57 ასევე. აი უკვე ქვევით უკვე აზრი არ აქვს, აი ამ 7-ულს ლივერპულს არ ვთვლი და ალბათ არც არსენალს. სიტი, ნოტინგემი, ნიუკასლი, ჩელსი, ასტონ ვილა, აი ამათ ელით კორიანტელი რო იტყვიან. ნახოთ მეგობრებო, აქ რა მოხდება, ჩემპიონი გასაგებია, ხოლო ალბათ მეორე ადგილსაც შეინარჩუნებს არსენალი ალბათ. თუმცა სიტიმ გამოიღვიძა და შეიძლება შეეპოტინოს მეორე ადგილსაც. ასე რომ ნახოთ აქ რა იქნება, გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი კი არის მოდით იყოს საფრანგეთი,
საფრანგეთი PSG რა თქმა უნდა ჩემპიონია. აქაც ძალიან მაგარი დაძაბულობა, ძალიან, აქაც არავინ არ იყვანს შვილს ხელში. მარსელი მეორეზე მეგობრებო 55, მესამე ადგილოსანი მონაკო 54, ლილი 53 ქულით მეოთხე, მეხუთე ადგილზე ნიცა 51 ქულით და ლიონი არის მეექვსეზე 51 ქულით, ასევე სტრასბური 51 ქულით. აი ამ შვიდეულში გადაწყდება მეორე, მესამე, ალბათ ხო, არ ვიცი მეგობრებო, რა ვთქვა. ამ 4 ტურში უნდა იმარჯვოს ლიონმა და წინა ტურის მიხედვით უკვე იყო 4-ეულში, მაგრამ ისევ აი ამ წაგების მერე, დასანანი წაგების შემდეგ ჩამოქვეითდა მეექვსეზე და კონფერენც ლიგა რად უნდა, რა თქმა უნდა 4-ეულში შესვლას გულისხმობ 51-53, 2 ქულაა სხვაობა, იმედია რომ ლილი წაიფორხილებს, ასევე ნიცაც, იმედია რომ PSG გაუწევს სამსახურს ლიონს და ნიცას მოუგებს შემდეგ ტურში, დანარჩენი ახლა ლიონმა იცის თავის საქმე. ეს 4 თამაში უნდა გამოიყენოს ბრწყინვალედ და მაქსიმალურად, ასე რომ იმედია რომ ლიონს ვიხილავ 4-ეულში. შემდეგი მეგობრებო, შემდეგი მოდი იყოს გერმანია. რა თქმა უნდა ბაიერნი ჩემპიონია, 12 ქულით უსწრებს ლევერკუზენს და მეორე ადგილოსანი ლევერკუზენი აინტრახტს უსწრებს 12 ქულით, ასე რომ ბაიერნი და ლევერკუზენი ორივე გასულები არიან. პირველ მეორეს ვერავინ გამოესარჩლება. მესამეზე აი აქ ძალიან მაგარი ამბები ხდება, მესამეზე აინტრახტია 52 ქულით, ლაიფციგი 59 ქულით მეოთხე, ფრაიბურგი 48 ქულით მეხუთე, მაინცი 47 ქულით მეექვსე და დორტმუნდი 45 ქულით მეშვიდე. შეიძლება კი ბატონო, არ ვიცი, დარჩენილი თამაშებზე სასწაულიც მოახდინოს დორტმუნდმა, თუ იქ რაღაც ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მას აწყობს, ასე რომ გარანტირებული მესამე, მეოთხე, მეხუთე, არც მეექვსე არ არის, აქაც ბევრი რამე შეიცვლება, იმედია და კიდე იმედია, რომ ჰაიდელჰაიმი შეძლებს და ამ გასავარდნი ზონიდან ამოყოფს თავს. ნახოთ მეგობრებო, ნახოთ ძალიან დაძაბული ბოლო ტურები გველის და ბოლოს ჰოლანდიაც, რა თქმა უნდა, ჩემდა გასაკვირად ისეთ ცუდად დაიწყო აიაქსმა ასპარეზობა, რომ ნახდა და არ ველოდი, რომ ეხა სიის სათავეში აღმოჩნდებოდა, 73 ქულით პირველ ადგილზეა, 64 ქულა აქვს მეორე ადგილს PSV-ს, ფეინორდია მესამეზე, ესეც გადათამაშებაზეა მესამე ადგილი 59 ქულით, 59 აქვს მეოთხე ადგილოსან უტრეხტს, მეხუთეზეა ტვენტე 48 ქულით, მეექვსეზეა ალკმარი 46 ქულით, იგლზია მეშვიდე ადგილზე 46 ქულით და უკვე 37 ქულით მერვეზე არის ჰერენვენი. ასე რომ ნახოთ მეგობრებო, საინტერესოა აქ მეორე, მესამე, მეოთხეზე ვინ გავა. მოკლედ ესეც ჰოლანდია და ახლა მინდა მეგობრებო აუცილებლად გადავიდე UFC-ზე, რომელიც გაიმართება 27-ში და ჩვენი თანამემამულე ჭიკაძე ჩხუბობს და აი არ ვიცი როგორ ველოდები ამ ჩხუბს, ვერ წარმოიდგენთ და იმედია რომ გაგვახარებს ძალიან და მოიგებს ამ ჩხუბს, იმედი მაქვს. აი ნახოთ მეგობრებო, მოგახსენებთ ყველა ჩხუბს, ვინც უყურებთ UFC-ს და გაინტერესებთ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ხართ ასეთი. ესე იგი 2 საათზე იწყება 27-ში ჩვენი დროით, ჩენდლერი, ედვარდსი, შემდეგ არის კუამბა რომერო, ეს უკვე 3-20 წუთი, 3-20 უკლია ამორიმი ვიანა, ეს ქალებია, შემდეგ უილმეიკერი, საიმანი, ეს არის 3 საათზე,
ბლეკშერი ალატენგი ეს არის 4-20 წუთი გუტიერესი კასტანიედა ეს არის 4-20 უკლია 4 საათზე არის ელდერი იანგი შემდეგ 5-20 წუთზე არის შნელი ფლიკი 5 საათზე ალისკეროვი მუნისი 5-20 წუთზე უпростоრედ 6-20 წუთზე არის ბრაუნი დელბი 6-20 უკლია აი ამ ჯგუფს ველოდები კიდე განსაკუთრებით ან მე მოგახსენებთ რომ UFC-ში ყველაზე თვალსაჩინო ჩემთვის და ყველაზე სანახაობრივი ჩემი ფავორიტი მებრძოლი არის მიშელ პერეირა მაგომედოვს ეჩხუბება 6-20 უკლია და აი შემდეგ ჩვენი ჯიგარი 6 საათზე ჭიკაძე ეჩხუბება ონამას მერე 7-20 წუთზე სმიტი მინგიანგი და ბოლოს 7-20 უკლია გარი მაჩადო ფრატესი აი ნახოთ 27-ში დიდი ამბებია რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჭიკაძე და უნდა გაგვახაროს და ასევე უნდა გამახაროს მე მიშელ პერეირამ მეგობრებო აი ესეთი პერიპეტიები გველის ამ ფეხბურთში რა თქმა უნდა ეს ბოლო ტური ზოგან 4 ტური დარჩა ზოგან 5 და ასე რომ ძალიან მალე გაირბენს ეს ყველაფერი და ბევრი რამე შეიცვლება რა თქმა უნდა ასე რომ ყოველივე საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით მეგობრებო და ძალიან ბევრ გოლს გისურვებთ ამ ტურებში და ჩვენ ძალიან რა თქმა უნდა მალე შევხვდებით აბა დროებით